მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხახუნის ძალაზე, მის მნიშვნელობაზე ბუნებასა და ყოფა ცხოვრებაში, აგრეთვე მის რაოდენობრივ მახასიათებლებზე. ხახუნის ძალა მიეკუთვნება ბუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ცლად შესასწავლ ძალათა რიცხვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბუნება ელექტრომაგნიტურია, მისი საცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე შეისწავლიან და მისი პარამეტრების განსაზღვრა ძალიან საჭირო საინჟინრო ამოცანათა რიცხვს მიეკუთვნება. ხახუნის ძალას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი სასიკეთო და საზიანო გამოვლინებებით. მის გამო იძულებული ვართ გავცვითოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მანქანა დანადგარების დეტალები, იძულებული ვართ შევიძინოთ საფოხი მასალები, გავწიოთ დიდი ხარჯი და ადამიანური რესურსი მოწყობილობათა მომსახურებისთვის. მაგრამ მეორე მხრივ, ხახუნის ძალა საშუალებას გვაძლევს ვიმოძრაოთ, შევკეროთ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ვაწარმოოთ პროდუქცია და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ ხახუნის ძალის აბსოლუტურ გაქრობას, მასთან ერთად სიცოცხლეც გაქრებოდა, ვინაიდან გრავიტაცია აიძულებდა დედამიწას და სხვა პლანეტებს გარდაქმნილიყო ერთიან გლუვ მასად, სადაც არ იჭაჭანებდა არც ადამიანი, არც ცხოველი, მწერი და მცენარე. მაგალითისთვის მოყვანილი ყავს ჩვენი მშობლიური დედამიწა თავისი მთელი მომაჯადოებელი სილამაზით და მოყვანილი მაქვს მარჯვნივ სცენარი, როდესაც დედამიწა არსებობას შეწყვეტდა, რაც შეეხება ცოცხალ გარემოს, იმ შემთხვევაში თუ ხახუნი აღარ იარსებებდა. როგორც ხედავთ, წარმოდგენილი არის ერთიანი გლუვის სფერო, რომელზეც სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეიძლება არსებობდეს. მასშტაბი, როგორც ვახსენეთ, ხახუნის ძალა არის ელექტრომაგნიტური წარმოშობის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იგი მოლეკულების ურთიერთგანზიდვის შედეგია. მიკროსკოპულ უსწორმასწორობებზე წამოდებისას, როგორც ეს ნახაზზეა მოცემული, დააგვირდით ამ ნახაზს, ეს ჩანს მიკროსკოპული უსწორმასწორობები, მოძრავი სხეულის მოლეკულები ბარიერის მოლეკულების მიერ განიზიდება და ეს ბადებს სწორედ ხახუნის ეფექტს. საერთოდ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხახუნის ძალა სხეულთა ორხრივი ქმედებაა. შესაბამისად, ხახუნის ეფექტი და მისი რაოდენობრივი მნიშვნელობა ორივე მოხახუნეს სხეულის ზედაპირის გვარობასა და დამუშავების ხარისხზე დამოკიდებული. აქაც ცოტა არ იყოს პარადოქსალური სიტუაცია შეიმჩნევა. თითქოს ზედაპირის გაპრიალებისას ხახუნი უნდა შემცირდეს. ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისეული დაკვირვება. მაგალითად, ყინულზე ფეხის მოცურება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ზედაპირის გაიდეალურებისას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, როცა მიკროსკოპული უსწორმასწორობები გლუვდება, მარჯვენა ნახაზი, როგორც ხედავთ, თავს იჩენს მოლეკულად შორისი მიზიდვის ძალები, ვინაიდან შემხებს სხეულთა შორის მანძილი უკვე მოლეკულის ზომის რიგისაა. ამ გარემოებამ კი შეიძლება ზედაპირები ისე მიაკრას ერთმანეთს, რომ მათი განცალება გაჭირდეს. ამის დასტურია მინის დიდი ჭუჭყისგან გასუფთავებული ნაჭრების მიკვრა ერთმანეთზე. არ არის რეკომენდებული მინის დიდი ნაჭრები ერთმანეთს მჭიდროდ მივადოთ, ვინაიდან შეიძლება ისეთი ძალისხმევა დაგვადგეს მათი განცალკევებისას, რომ ისინი გაიბზაროს ან გატყდეს. ასე რომ, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია, რაც უფრო ხმად ვიხედებით ხახუნის ბუნებაში, მით მეტი შესასწავლი მასალა იჩენს თავს. ხახუნის მოვლენის შესწავლა და მისი რაოდენობრივი მახასიათებლების ჩამოყალიბება დავიწყოთ სხეულთა ამოძრავებით. უფრო სწორად კი სხეულის ამოძრავების მცდელობით. ვიცით, რომ მასიური სხეულების ამოძრავება საკმაოდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. სურათზე მოყვანილია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ცდილობს მძიმე პიანინოს გადაადგილებას ერთი ადგილიდან მეორეზე. საქმის არსში რომ გავერკვეთ, ამ ზოგადად წარმოდგენილი სხეულის ამოძრავების მცდელობის პროცესი დავყოთ ნაწილებად, ანუ ფაზებად. შემთხვევა პირველი. მოდებული გვაქვს საკმაოდ მცირე ძალა, შემთხვევა პირველი. ისე რომ ზემოქმედება სუსტია და სხეული არც კი იმჩნევს მისი გადაადგილების მცდელობას. როგორც ხედავთ, შეიძლება ჩვენ მივაწვეთ პიანინოს მცირე ძალით და იგი ვერც კი შევატოკოთ.
დინამიკის თვალსაზრისით რომ განვიხილოთ მოცემული ამოცანა, ხედავთ რომ მამოქმედებელი ძალის სიმცირის შემთხვევაში სხეული აბსოლუტურად უძრავია. მისი არათუ აჩქარება, არამედ სიჩქარეც ნულის ტოლია. მეორე შემთხვევა. გავზარდეთ მოქმედი გამთრევი ძალა. ისევ და ისევ ზემოქმედების ძალაზეა ლაპარაკი. მეორე შემთხვევა. მოდი ისე შევარჩიოთ მისი ზრდა, რომ სხეული კვლავ ადგილზე დარჩეს. ანუ მისი სიჩქარე კვლავ ნულია. ეს შეიძლება ისევე პიანინოს დაძვრის მცდელობის მაგალითია მივიყვანოთ, როდესაც ადამიანი ზრდის ზემოქმედებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პიანინოს დასაძრავად. მესამე შემთხვევა. გავაძლიერეთ ზემოქმედება. მოვდეთ საკმაო ძალა იმისთვის, რომ სხეულმა მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწყოს მოძრაობა. თუ ძალის მატების პროცესს ფაქიზად ჩავატარებთ, დავინახავთ, რომ სხეული თანაბარწფივად ამოძრავდება. სხვადასხვა ეს შემთხვევა მით უფრო ადვილად განხორციელებადია, რაც უფრო მასიურია დასაძრავი სხეული. მე მგონი ხვდებით, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ მასიური სხეული მაგალითად კარადა ან პიანინო დაგვემორჩილება და იგი იატაკზე თანაბარწფივად გასრიალდება. ანუ სიჩქარის მნიშვნელობა, მიაქციეთ ყურადღება, აჩქარებაზე ჯერ სიტყვა არ დაგვიძრავს, განსხვავებით წინა მნიშვნელობებისგან ნულს აღარ უდრის, არამედ სხეული რაღაც სასრული სიჩქარით მისრიალებს იატაკზე. ისმის კითხვა, რით განსხვავდება პირველი და მეორე შემთხვევა ერთმანეთისგან? პასუხი ნათელია. დინამიკის თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფრით. გარდა მოქმედი მაიძულებელი ძალის სიდიდისა. პირველ შემთხვევაში ის ძალა, რომელიც ცდილობდა წონასწორობიდან გამოიყვანა სხეული, უფრო მცირე იყო, მეორე შემთხვევასთან შედარებით. მსგავსება აშკარაა. არც ერთი ძალის ზემოქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სხეული გამოგვეყვანა უძრაობის მდგომარეობიდან. ისმის კითხვა, რა მოხდა? რა იყო ის უხილავი ჯადოსნური ხელი, რაც აკავებდა სხეულს და ამოძრავებას უფერხებდა? ეს არის სწორედ წინააღმდეგობის, ანუ ამ შემთხვევაში ზედაპირთან ხახუნის ძალა, რაც გარე ძალას უწევს წინააღმდეგობას და სხეულს ტოვებს ადგილზე. გამომდინარე იქიდან, რომ გარე ძალის ზრდისას, სანამ მას არ მიუღწევია განსაზღვრულ მნიშვნელობამდე, ხახუნის ძალაც იზრდება და სხეული რჩება უძრავი. რა თქმა უნდა, სურათი უსასრულოდ ვერ იქნება ამგვარი. გარე ძალის მიერ გარკვეული მაქსიმალური კრიტიკული მნიშვნელობის მიღწევისას სხეული დაიწყებს მოძრაობას, როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა. ყველა ჩვენგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა ეს მძიმე საგანი ბოლო-ბოლო დაგვემორჩილება და გასრიალდება. მიზანი მიღწეულია, საგანმა დაიწყო თანაბარწფივი მოძრაობა, მართალია აჩქარების გარეშე, მაგრამ გარკვეული სიჩქარით. აჩქარდება სხეული მაშინ, როდესაც გარე მიმწოლ ძალას კვლავ გავზრდით და იგი გადააჭარბებს დასაძრავად აუცილებელ მაქსიმუმს. იმ მაქსიმუმს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო მესამე შემთხვევის განხილვისას. სავსებით შესაძლებელია, რომ ანალოგიური ცდა ჩატარდეს დახრილი სიფტყის შემთხვევაში. დასამზადებელი იქნება მარტივი ლაბორატორიული დანადგარი, ხედავთ ამ მშვენიერ დახრილ სიფტყეს, რომლის დახრის კუთხე იქნება რეგულირებადი. ხედავთ, რომ შესანიშნავადაა შესაძლებელი დახრის კუთხის რეგულირება. ამ შემთხვევაში გარე ძალის როლს ასრულებს უпростоრად დედამიწის გრავიტაცია. უпростоრად კი მისი ის მდგენელი, რომელიც დახრილი სიფტყის პარალელურია. ანუ, ამ წვრილი წითელი ხაზის ნიშნულობაზეა საუბარი. სიფტყის მართობული გეგმილი კი, რომელიც ამ წუთში მოვნიშნეთ, ცდილობს, რომ სხეული მიაჭიროს დახრილი სიფტყის ზედაპირზე. ანუ, სხეულის ჩამოსრიალებაზე პასუხისმგებელი არის სიმძიმის ძალის ჰორიზონტალური მდგენელი.